საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკონკურსო განცხადებების მიღებას გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე აცხადებს. ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა გაეროს ერთ-ერთი წარმატებული ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ანსამბლემ პირველად 1991 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეიყვანათ. საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა. კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18-დან 25 წლამდე შეუძლია. განაცხადების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში მიიღება. სათანადო კონკურსის გავლის შემდეგ შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებს ქვეყნის მასშტაბით ხვდება, მოგვიანებით კი გაეროს სათავო ოფისში გაემგზავრება, სადაც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრის რანგში ჩააწარებს შეხვედრებს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უკვე მესამე წელია ახორციელებს პროექტს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. შესაბამისად, ნებისმიერ ახალგაზრდას ეძლევა უნიკალური შანსი იმისა, რომ გახდეს ღია კონკურსის საფუძველზე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, ამავდროულად იყოს საქართველოს დელეგაციის ოფიციალური წევრი და წარმოადგინოს ქართველი ახალგაზრდების ინტერესები გაეროს მაღალ ტრიბუნაზე. მოუწოდებს ნებისმიერ ქართველ ახალგაზრდას, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, მონაწილეობა მიიღოს სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში და გამოიყენოს ცხოვრებაში ეს უნიკალური შანსი, რომელსაც დღეს მათ ქართული სახელმწიფო აძლევს. მონაწილეები იყვნენ ძალიან ძლიერი, მომზადებული. მთელი ამ პროექტის განმავლობაში, რაც მე პირადად მონაწილეობ, ძალიან კმაყოფილი ვარ მათი როგორც მომზადების დონით, ასევე პროფესიული მახასიათებლებით და რაც ძალიან მახარებს. ერთი მხრივ მახარებს, მეორე მხრივ სირთულესთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მაგალითად ხშირად გამოუვალ მდგომარეობამდეც კი მიდის ხოლმე, ის ერთულდება ერთი კანდიდატის არჩევა იმ დიდი რაოდენობის აპლიკანტიდან, რომელსაც შემოაქვს განაცხადი და მე გაწუნებთ, რომ ვისი განაცხადიც კი მე მინახავს, ყველა ნებისმიერზე მე შევძლებდი, რომ მე თქვა, რომ ის ნამდვილად სათანადოდ გაართმევდა თავს ამ ფუნქციის შესრულებას. შაშან საკმაოდ დიდი აქტივობა იყო. ზუსტი ციფრი არ მახსოვს, ახლა რამდენმა შემოიტანა განაცხადი, თუმცა მახსოვს, რომ საკმაოდ ბევრი სამუშაო ჰქონდა კომისიის წევრებს მათი განაცხადების განხილვისას. ველოდებით წელს კიდევ უფრო მეტ აქტივობას, რა თქმა უნდა, ამ პროექტის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ რაც შეიძლება ქართულ საზოგადოებაში გახდეს ეს ცნობილი და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ამ პროექტით. რა თქმა უნდა, არის კარგი პროგნოზი იმისა, რომ წელს ამ კონკურსზე კიდევ უფრო მეტი განაცხადი იქნება და ზოგადად გვაქვს მოლოდინი, რომ ყოველი მომდევნო წელი კიდევ უფრო აქტიური იქნება ამ თვალსაზრისით. აღნიშნული მანდატის ყველაზე საინტერესო ნაწილი არის ის, რომ ახალგაზრდობის წარმომადგენლები განსაკუთრებულად ძალიან უყვარს გაეროს გენერალურ მდივან ბატონ ბან კი მუნს და ყოველთვის, როდესაც ჩამოდიან დელეგატები, მათ მისი სურვილი არის, რომ მათ შეხვდეს, გაესაუბროს, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს და მართლა ის გამოცდილება, რასაც აღნიშნული მანდატი გაძლევს ნიუ-იორკში ყოფნის პერიოდში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ შენ გაქვს საშუალება, რომ მართლა ერთი წელი იყო დიპლომატი და საკუთარ თავზე განიცადო ის თუ რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობა და რაღაც გარკვეულწილად გამოჩნდაც არის, იმიტომ რომ შენზე არის დამოკიდებული რამდენად აქტიური იქნები. შეგიძლია მანდატი სრულიად შეცვალო და ბევრად უფრო აქტიური იყო და მართლა რაღაც კარგი გააკეთო შენი ქვეყნისათვის, ახალგაზრდებისათვის და ზოგადად პროგრამისათვის. სტატისტიკის მიხედვით 30 სახელმწიფოს ყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. აქედან საქართველოში და რუმინეთში ყველაზე წარმატებით ხორციელდება აღნიშნული პროგრამა, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ამ პიროვნების შერჩევა, შემდეგ გამგზავრება არის ძალიან კოორდინირებული საქმიანობის შედეგი სხვადასხვა საჯარო სტრუქტურებს შორის, რაც ორივე ქვეყნის შემთხვევაში არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები. და რამდენიმე თვეში მზად იქნება თვითონ ის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რასაც გამოიყენებენ ქვეყნები იმისათვის, რომ მათაც ყავდეთ ახალგაზრდობის წარმომადგენელი.